დიახ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი აკურა. ეს არის ადგილი, რომელიც ახლა სტიქიის მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს და სადაც გუშინ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად ასობით ჰექტარზე გაშენებული ვენახების სრულად განადგურდა. ჩვენ ახლა სწორედ ამ სოფელში ვიმყოფებით და ამ ვენახების ტერიტორიაზე, რომელიც არის განადგურებული და მინდა გაჩვენოთ კადრში თუ რა ვითარებაა ახლა ამ სოფელში. ხედავთ, რომ ეს ვაზი არის სრულად დამტრეული, ფოთლები არის განადგურებული, ვაზის ღეროები, ლერწმები არის განადგურებული და ის ყურძანი, რომელსაც ახლა უნდა დაეწყო დამწიფება, არის ჩამოცვენილი და რომელიც არის ჯერ კიდევ ვენახებზე შერჩენილი, ისიც კი უბრალოდ არის გაშავებული და განადგურებული. როგორც აქ ადგილზე მაცხოვრებელი მევენახეები ყვებიან, დაახლოებით 80-90% არის ვენახების განადგურებული და ისინი შემოდგომაზე 20%-ის ყურძნის მოსავალსაც კი არ ელოდებიან. გუშინ დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ადგილზე ძლიერი სეტყვა და ათობით ოჯახი ამ 9 საათში შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩა, რადგან მოგეხსენებათ, რომ სწორედ კახეთში ეს ადამიანები ადგილობრივი მაცხოვრებლები სწორედ ვენახებზე არიან და სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული და ის წარმოადგენს მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს და ამის იმედზე, როგორც ყვებიან ჩვენთან მაცხოვრებლები, ჰქონდათ ბანკებიდან სესხი გამოტანილი, მაგრამ ახლა ამის გარეშე არიან დარჩენილები. ასევე განადგურებულია ხილის ბაღები, არის საზამთროს ატმის ბაღები არის განადგურებული და ამ დამატებითი შემოსავლის გარეშეც დარჩნენ ეს ადამიანები. ახლა ამ წუთებშიც ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ, რომ შეწამლონ ეს ვენახები, რადგან როგორც ისინი ამბობენ, დაზიანებულია ეგრეთ წოდებული ვაზის რქა, რომელიც არ არის მხოლოდ დროებითი ზიანის მომტანი მათთვის და ამის აღდგენას დაახლოებით რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება და მომავალ წელსაც კი არ ელოდებიან ეს ადამიანები იმ მოსავალს, რომელსაც აქამდე იღებდნენ. ამიტომ ისინი არა გეგმიურად დამატებით შეწამლას ახორციელებენ საკუთარი სახსრებით ამ წუთებშიც იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესონ, რაც კიდევ უფრო მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა ამ დრომდე ადგილზე არ გამოჩენილა არც კერძო დაზღვევის წარმომადგენლები და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე ზარალს დათვლიდნენ და ეტყოდნენ ამ ადამიანებს თუ რა რაოდენობა იქნებოდა მათთვის ანაზღაურებული. ხარი, ეგ დაზიანებულია, ეგ სულთად ნაფებ ქვიარი. ამარა უნდა ისაკ. ეხლა ეს მარტო ტყუილად იგრევა უნდა იწამლო, რომ ხა შემოვიდეს. ხო. სამემრისოთ მაინც რაც გადარჩება. წელს ესე იგი არ ელოდებით, ხო, ამან მოსავალი რომ? რა მოსავალს უნდა ელოდებოდე რა არის ეს. ეხლა გინდა მოწამლე, გინდა არა, უნდა გაფუჭდე მაინც. ხეხილის ბაღებიც არის, ხო, დაზიანებული? კი, ხეხილისა, ეს პამინდრები რა თუ რამე არის. ბოსტნეული. სამსახურები არა აქვს და არაფერი ხარ. ეს არის კახელი ხალხის, გლეხი ხალხის ისა ეს არის. ნახევარი ყურძენია, ვენა ისა გაზაჭყვეტილია. ეს არაფერი აღარ არის. ანალოგიური აქეთ არის. ახლავე 80 ეხლა დაზღვევისთვის შეიძლება არ იყოს მაგდენი, მაგრამ. ხო. ჩვენთვის ძალიან დიდი ზარალია. 2 წელი მაინც უნდა რომ ცოტა გონზე მოვიდეს ვაზი. რომ მოსავალი მიიღოს გლეხმა მე-13 წელს მაინც. გექტარის მოყვანა ჯდება ქარხანამდე რომ მიიტანო გექტარი ჯდება 6500-7000 ლარი. ბადრი რამდენი გექტარი იქნება დაზიანებული ახლა ამჟამად? დაახლოებით 400-500 გექტარამდე იქნება დაზიანებული. ყველანაირი კულტურა, ვის რა, საზამთრო ედგა, საზამთროა განადგურებული, სიმინდი უდგა, სიმინდია განადგურებული, ლობიო და ასე შემდეგ. ყველანაირი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებია დაზიანებული. აგე, სულ გაუხრებულია ყველაფერი. ჩათვალე რომ 70% მოსავალის აღარ არის რა. მინიმუმ. და ეს მე ეხლა კი უწამლით, მაგრამ რომ ის იქნება წამლის მე ზერო დახედავს უფრო მეტად შეეტყობა. იმ მოსავალს აღარ მოგცემს, რაც უნდა მოგცეს რა. 2 წელი მაინც მოსავალი აღარ მექნება. ეგ ვიცი, ცუდად თავარა ვენახში შესვლა აღარ მინდა, გეფიცები. სამომწყობოში ვიყავი იქიდან წამოვედი. დამირეკეს. ზიანებული რა რაოდენობის 100%-ია. სრულად არის განადგურებული. კი.
ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები სოფელ აკურაში დღეს მთელი დღეა იმყოფებიან ვენახების მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ, რომ ის დაზიანებები შეამსუბუქონ, რაც ძლიერი სიტყვის შედეგად მიიღეს და ამ დრომდე ელოდებიან ეს ადამიანები ადგილზე გამოჩნდეს ან დაზღვევის წარმომადგენლები, ან თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ზარალს დათვლიან და აუნაზღაურებენ ამ ადამიანებს ნაწილობრივ მაინც იმ ზიანს, რაც მიადგათ მათ გუშინ სიტყვის შედეგად. მადლობა, ეს იყო დიანა ჩირკაძე.